გამარჯობა მეგობრებო, დღეს ესე იგი ჩვენ ვიმეორებთ, ვიხსენებთ კვირის დღეებს, საათს და წინდებულებს. კვირის დღეებთან რომელი წინდებული უნდა გამოვიყენოთ, საათთან რომელი წინდებული უნდა გამოვიყენოთ და ასე შემდეგ. მოდით პირველ რიგში გავიხსენოთ კვირის დღეები. ნახეთ, ორშაბათი გერმანულად არის Montag. Montag. სამშაბათი ეს არის Dienstag. Dienstag. ოთხშაბათი Mittwoch. Mittwoch. ხუთშაბათი Donnerstag. Donnerstag. პარასკევი Freitag. Freitag. შაბათი Samstag. Samstag და კვირა ეს არის Sonntag. Sonntag. და ასევე ვისწავლოთ სიტყვა Wochenende, ანუ შაბათ კვირა. Wochenende. ახლა ნახეთ რა ხდება. ეს არის კვირის დღეები და ბარემ ვისწავლოთ წინდებული, თუ რომელი წინდებული უნდა გამოვიყენოთ კვირის დღეებთან. მეგობრებო, როდის გერმანულად არის wann. Wann, როდის. მაგალითად, აი ამ კითხვაზე პასუხისგაცემისას ორ შაბათს გერმანულად იქნება am Montag. ანუ კვირის დღეებთან უნდა გამოვიყენოთ წინდებული am. Am Montag. ანუ ორ შაბათს. Am Dienstag. სამშაბათს. Am Mittwoch. ოთხშაბათს. Am Donnerstag. ხუთშაბათს. Am Freitag. პარასკევს. Am Samstag. ანუ შაბათს და am Sonntag ნიშნავს კვირას. ასევე Wochenende. ამასთანაც წინდებული am გამოიყენება და იქნება am Wochenende, ანუ შაბათ კვირას. აი ესენი იყო ჩვენი კვირის დღეები და დაიმახსოვრეთ, რომ კვირის დღეებთან გამოიყენება წინდებული am. ახლა გადავიდეთ საათზე და ვისწავლოთ, თუ რომელი წინდებული გამოიყენება საათთან. ნახეთ, 2 საათი გერმანულად არის 2 Uhr. 2 Uhr, ანუ 2 საათი. და ახლა წინდებული რომელი უნდა გამოვიყენოთ? საათთან გამოიყენება წინდებული მაგალითად, 2 Uhr, ანუ 2 საათზე. 3 საათი ეს არის 3 Uhr. 3 საათს იქნება 3 Uhr. 4 საათი 4 Uhr. 4 საათზე იქნება 4 Uhr. ესე იგი, კიდევ ერთხელ, საათთან გამოიყენება წინდებული და კვირის დღეებთან გამოიყენება წინდებული am. ახლა გადავდივართ შემდეგ წინდებულებზე, vor და seit. Vor ნიშნავს ამდენი ხნის წინ, რომელზეც ჩვენ ბოლო რამდენიმე გაკვეთილია ვსაუბრობთ ამ ორ წინდებულზე, vor seit და vor გამოიყენება წარსულ დროში. Seit, რაც შეეხება ამას. Seit ნიშნავს ამდენი ხანია რაც და გამოიყენება აწმყო დროში. Vor seit ორივე ამ წინდებულის მერე გამოიყენება დატივი. ამაზე ჩვენ ბოლო რამდენიმე გაკვეთილია ვსაუბრობთ. აი მაგალითად, ახლა გვაქვს აქ მაგალითი, აი ეკრანზე თქვენც ხედავთ მაგალითს. აქ წერია ich bin vor, იქ შუაში რამდენიმე დრო არის მოცემული და ბოლოს დაბლა წერია nach Deutschland gekommen. Ich bin gekommen ნიშნავს მე მოვედი, მე ჩამოვედი. ეს არის წარსული დრო. რადგან მე თქვენ გითხარით, რომ წინდებული vor გამოიყენება წარსულში და vor ამის მერე გამოიყენება დატივი. ამიტომ მოდით პირველ დროს დავაკვირდეთ, აქ წერია einem Monat, ანუ ერთი თვე. Einem Monat არის დატივში. თვე გერმანულად არის der Monat, რომელიც არის მამრობითი სქესი. და მამრობითი სქესი, ვიცით რომ დატივში გახდება dem einem. ერთი თვე, ამ შემთხვევაში არის einem Monat.
წინადადება მთლიანი წინადადება რომ წავიკითხოთ, ეს იქნება ich bin vor einem Monat nach Deutschland gekommen. ანუ მე ერთი თვის წინ ჩამოვედი გერმანიაში. მეორე აქ გვაქვს 2 Monat და ის დაბოლოება ჩვენ თვითონ უნდა დავწეროთ. 2 2 მრავლობითია ხო, როდესაც გერმანულში, აი გერმანულში ესეთი წესია, როდესაც რაღაც ერთზე მეტია, სიტყვა უნდა გამოვიყენოთ მრავლობითში. ანუ აქ თვე კი არა, თვეები უნდა გამოვიყენოთ. თვეები გერმანულად არის Monate. Monat არის თვეები და დატივში რა ხდება? დატივში სიტყვა, რომელიც არის მრავლობითში, თუ არ მთავრდება n-ზე, მაშინ სიტყვას ემატება n. ანუ ეს იქნება Monaten. ანუ აქ იქნება 2 Monaten. და ახლა რომ წავიკითხოთ მთლიანი წინადადება. ეს იქნება ich bin vor 2 Monaten nach Deutschland gekommen. ანუ მე გერმანიაში 2 თვის წინ ჩამოვედი. შემდეგი აქ არის ein Jahr. ein Jahr წერია, 1 წელი. მაგრამ ახლა ein ამას როგორი დაბოლოება ექნება? წელი გერმანულად როგორ არის das Jahr, რომელიც არის საშუალო სქესი და საშუალო სქესი დატივში გახდება dem einem, როგორც მამრობითი. ანუ აქ ein m უნდა მივამატოთ, ეს იქნება einem Jahr, 1 წელი. ახლა მთლიანი წინადადება კიდევ ერთხელ წავიკითხოთ. Ich bin vor einem Jahr nach Deutschland gekommen. ანუ მე გერმანიაში 1 წლის წინ ჩამოვედი. შემდეგი რა გვაქვს 2 Jahr, მაგრამ 2 2 აქაც ja მრავლობითში უნდა გამოვიყენოთ. წლები უნდა გამოვიყენოთ. წლები გერმანულად არის Jahre. Jahre, მაგრამ დატივში ამას დაემატება n და იქნება Jahren. ეს იქნება 2 Jahren დატივში. Vor 2 Jahren, ანუ 2 წლის წინ. Ich bin vor 2 Jahren nach Deutschland gekommen. ანუ მე 2 წლის წინ ჩამოვედი გერმანიაში. შემდეგი აქ წერია ein Woche. კვირა წერია. კვირა გერმანულად არის die Woche, მდედრობითი სქესია და მდედრობითი სქესი დატივში ხდება der einer. ამ შემთხვევაში ein ამას დაემატება e და g, e და e დაემატება, ანუ er დაემატება და იქნება einer Woche დატივში, einer Woche. Vor einer Woche, 1 კვირის წინ. Ich bin vor einer Woche nach Deutschland gekommen, ანუ მე 1 კვირის წინ ჩამოვედი გერმანიაში. Nach Deutschland gekommen. მერე წერია 2 Woche, ისევ. კვირა ხომ არის Woche, მაგრამ მრავლობითში კვირები აქ 2 წერი, ამიტომ მრავლობითში უნდა გამოვიყენოთ, ეს არის Wochen. ისედაც n-ზე მთავრდება, n-ზე ბოლოვდება ეს სიტყვა, ამიტომაც არაფერი არ დაემატება ამას და ჩვეულებრივ იქნება 2 Wochen. Vor 2 Wochen, ანუ 2 კვირის წინ. Ich bin vor 2 Wochen nach Deutschland gekommen. ანუ მე 2 კვირის წინ გერმანიაში ჩამოვედი და შემდეგი არის 2 Tag. Tag არის დღე, der Tag არის დღე გერმანულად, მამრობითი სქესია. დატივში მრავლობითი აქ 2 წერია უკაცრავად, ანუ 2 რადგან წერია 2, ამიტომ მრავლობითში უნდა გამოვიყენოთ, დღეები უნდა გამოვიყენოთ. დღეები გერმანულად არის Tage და დატივში უნდა მივამატოთ n-ი იქნება Tagen. ანუ აქ იქნება 2 Tagen. Ich bin vor 2 Tagen nach Deutschland gekommen. ანუ მე 2 დღის წინ გერმანიაში ჩამოვედი. ახლა გადავიდეთ seit მის მაგალითებზე. Seit წეგან გითხარით რომ ეს ნიშნავს ამდენი ხანია რაც, მაგალითად ამდენი ხანია რაც მე ამ საქმეს ვაკეთებ და seit გამოიყენება აწმყო, ანუ ახლანდელ დროში. აი აქაც გვაქვს მაგალითი ich wohne, ანუ მე ვცხოვრობ, როგორც ხედავთ აწმყო დროა, seit მერე წერტილების ნაცვლად აი დაბლა რაც დროები რომ არის მოცემული, ეგენი უნდა ჩავსვათ. In Hamburg, ანუ მე ვცხოვრობ ჰამბურგში, ახლა ვნახოთ რა ისინი გვაქვს დაბლა. Einem Monat, 1 თვე, ეს პირდაპირ ჩავსვათ, იქნება ich wohne seit einem Monat in Hamburg. მე 1 თვეა რაც ჰამბურგში ვცხოვრობ.
მერე გვაქვს 2 Monaten, 2 თვე, 2 Monaten, როგორც ხედავთ, ეს არის დატივში. იმიტომ რომ თვეები გერმანულად არის Monat, დატივში ენი ემატება და ხდება Monaten, 2 Monaten. პირდაპირ ჩავსვათ 2 Monaten, იქნება ich wohne seit 2 Monaten in Hamburg, ანუ მე 2 თვეა რაც ჰამბურგში ვცხოვრობ. მერე გვაქვს ein Jahr, იგივე წაღან რაც გავაკეთეთ, იქნება დატივში იქნება einem Jahr, რადგან das Jahr არის საშუალო სქესი, einem Jahr და ეს იქნება ich wohne seit einem Jahr in Hamburg. ანუ 1 წელია რაც. მერე 2 Jahren, Jahren იქნება ეს მრავლობითში დატივში ich wohne seit 2 Jahren in Hamburg. მერე გვაქვს ein Woche, einer იქნება, და ემატება და იქნება einer Woche. Ich wohne seit einer Woche in Hamburg. მერე გვაქვს 2 Wochen და ამას და ენი და ემატება იქნება 2 Wochen მრავლობითში. Ich wohne seit 2 Wochen in Hamburg. მერე 2 Tag და ეს იქნება 2 Tagen. აქაც და ენი და ემატება იქნება ich wohne seit 2 Tagen in Hamburg, ანუ მე 2 დღეა რაც ჰამბურგში ვცხოვრობ. მერე აქ გვაქვს Montag, Dienstag, seit ამის მერე კვირის დღეების გამოიყენება. მაგალითად, ახლა როგორ ითარგმნება ამ შემთხვევაში. მაგალითად, აი Montag მოდით ჩავსვათ იქ წერტილების ნაცვლად და ეს იქნება ich wohne seit Montag in Hamburg. ანუ მე 2 შაბათიდან მოყოლებული. 2 შაბათიდან მოყოლებული. ამ შემთხვევაში ასე ვთარგმნით ამას. მე 2 შაბათიდან მოყოლებული ვცხოვრობ ჰამბურგში და მერე გვაქვს Dienstag, ანუ სამშაბათი, იგივენაირად უნდა ჩავსვათ იქ Dienstag, იქნება ich wohne seit Dienstag, ანუ სამშაბათიდან მოყოლებული ვცხოვრობ აქ. და მერე 2002 გვაქვს, ანუ 2002, ესე ჩვეულებრივ ჩავსვათ და იქნება ich wohne seit 2002 in Hamburg, ანუ 2002 წლიდან მოყოლებული ვცხოვრობ ჰამბურგში. აი ეს იყო ჩვენი დღევანდელი გაკვეთილი. მეგობრებო, ესე იგი დღეს ჩვენ გავიმეორეთ კვირის დღეები, საათი და წინდებულები, თუ კვირის დღეებთან რომელი წინდებული უნდა გამოვიყენოთ და საათთან რომელი წინდებული უნდა გამოვიყენოთ და დღეს კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ seit, vor, აი ამ 2 წინდებულზეც და ბოლოს რაც შეეხება online გაკვეთილებს, ვისაც გსურთ online გერმანული ენის სწავლა, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ Instagram-ზე, ან შეგიძლიათ მომწეროთ WhatsApp-ში, აი აქ ვტოვებ WhatsApp-ის ნომერს. ყველას წარმატებებს გისურვებთ, მომავალ შეხვედრამდე, კარგად ბრძანდებოდეთ.